მოგესალმებით, მე ვარ ლუკა და დღეს მე ვიღებ ვიდეოს მათემატიკის ეროვნული საკითხების tier list-ზე. ესე იგი, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული საკითხი, დაახლოებით რამდენ ქულას მოიცავს და ჩემი ერთ გაკეთებულ ლისტში მოცემულ თითოეულ საკითხზე მომავალ ვიდეოში უკვე სათითაოდ განვიხილავ თითოეულ თემას, გავაკეთებთ ამოცანებს მათ შესახებ და ასე შემდეგ. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხით, რომელიც არის ფუნქციები. მათემატიკის ეროვნულზე ამ საკითხს ეთმობა დაახლოებით 15-20 ქულის რაოდენობის კითხვები. ერთი ამოცანა ყოველთვის არის ამ საკითხზე, შეიძლება იყოს 3-ქულიანი, შეიძლება იყოს 4-ქულიანი და შემოსახავს კითხვებში დაახლოებით 10-15 ცალი კითხვა მინიმუმ არის ხოლმე ფუნქციებზე. ამიტომ ფუნქციები დავრანქოთ პირველ ადგილზე და თქვენთვის პრიორიტეტი იქნება, რომ ფუნქციები კარგად ისწავლოთ და პირველ ვიდეოს გადავიღოთ ფუნქციებზე. მეორე ადგილზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის გეომეტრია. გეომეტრია იყოფა ორ ნაწილად, ეს არის პლანეომეტრია და სტერეომეტრია. ძირითადად უფრო პლანეომეტრია იქნება, რაც არის სირთულე ფიგურები. სამკუთხედი, წრე, ოთხკუთხედი, ექვსკუთხედი და ასე შემდეგ. მათი ფართობები, გვერდების გამოსვლა და ასე შემდეგ. თუმცა სირთულე ფიგურებიც არის დაახლოებით 2-3 შემოსახაზე. გეომეტრიას ეთმობა დაახლოებით 10-15 ქულა. ერთი ამოცანაც არის გეომეტრიაზე, 3-ქულიანი ან 4-ქულიანი და შემოსახაზებშიც დაახლოებით 10 შემოსახაზე არის გეომეტრიაზე. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ტრიგონომეტრია, სინუსები, კოსინუსები, ტანგენსი. ამ თემას ეთმობა დაახლოებით 5-10 ქულა. შეიძლება იყოს ამოცანაც ტრიგონომეტრიაზე, შეიძლება არ იყოს. თუმცა შემოსახაზები დაახლოებით 5-დან 10-მდე აუცილებლად არის ხოლმე ტრიგონომეტრიაზე. ამიტომ ტრიგონომეტრიაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა ისწავლოთ. და ტრიგონომეტრიაზეც გადავიღებ ვიდეოს, რა თქმა უნდა. მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ეს არის ზოგადი ალგებრული მაგალითები, როგორც არის წილადები, პროცენტები, ფესვები, შემოკლებული გამრავლების ფორმულები. ეს არის ალბათ ყველაზე მარტივი თემა მათემატიკის ეროვნულებზე, თუმცა მაინც უნდა დავუთმოთ რაღაც დრო, იმიტომ რომ 5-10 ქულა ეთმობა დაახლოებით ამ საკითხებს და აი ეს 5-10 ქულა რომ გარანტირებულად მოიპოვოთ, ამიტომ ეს თემაც არ უნდა ჩააგდოთ. ჩვენი მეხუთე თემა არის პროგრესიები. ეს არის არითმეტიკული პროგრესია და გეომეტრიული პროგრესია. არითმეტიკულ და გეომეტრიულ პროგრესიაზე შეიძლება ერთი ამოცანაც მოვიდეს, თუმცა ძირითადად შემოსახაზები არის ხოლმე და დაახლოებით 5 ქულა ეთმობა ამ საკითხს. შემდეგი მეექვსე საკითხი ჩვენ გვაქვს ლოგარითმები. ლოგარითმები, რა თქმა უნდა, ალგებრულ მაგალითებში შედის, მაგრამ ცალკე გამოყავ, იმიტომ რომ ხშირად დიდი რაოდენობის კითხვები ეთმობა ხოლმე, დაახლოებით 5 შემოსახაზი შეიძლება იყოს ლოგარითმებზე და მაგალითად მე წინა წელს ამოცანას შევხვდა ლოგარითმებზე 4-ქულიანი. ამიტომ ლოგარითმები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის, რომელსაც ცალკე ვიდეო უნდა ჩაიწეროს. და ბოლოს მეშვიდე ძირითადი საკითხი არის ალბათობა, რომელსაც ეთმობა დაახლოებით 3 ქულა, მაგრამ ჩასაგდები საკითხი ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე useful საკითხი არის მათემატიკაში და რომელიც ცხოვრებაში ნამდვილად გამოგადგებათ და ალბათობა ზოგადად ყველაზე რთულ საკითხად მიიჩნევა, ამიტომაც ალბათობას კარგად უნდა ჩაუშვიდეთ, რომ კარგად გაიგოთ. ესე იგი, დღეს ჩვენ ჩავუწერეთ 7 ძირითადი საკითხი მათემატიკის ეროვნულზე და დაახლოებით რამდენ ქულას მოიცავს თითოეული ეს საკითხი. ამ 7 საკითხზე ცალ-ცალკე ვიდეოებს ჩავწერ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ამ საკითხზე ამოცანები, როგორ უნდა გავაკეთოთ შემოსახაზები, გავაკეთებთ რამდენიმე მაგალითებს, განვიხილავთ დეტალურად ყველაფერს, ჩავწერ შედარებით გრძელ ვიდეოებს თითოეულ საკითხზე, რომ მთლიანად დავფაროთ თითოეული საკითხი. დღეისთვის კი სულ ეს იყო. კომენტარებში დამიწერეთ რაიმე თემას თუ გამოყავდით ცალკე და მაგ თემაზეც გადავიღებ ცალკე ვიდეოს. Peace.